გამარჯობა მეგობრებო, ეხლა ნახეთ. ვისი კულტურებით არ უნდა იყოთ, არ აქვს მნიშვნელობა. მერე რომ არინანოთ, რომ თქვენმა საყვარელმა მონაწილემ რატო ვერ გაიმარჯვა. არ უნდა დაგეზაროთ და ეხლავე უნდა მისცეთ. ხმა მეგობრებო, საბაზდაროვო. აი მიდიხარ. უნდა წავიდე აუცილებლად მარიამთან. აი მე ხა მერიაში ვიყავი ხალხმა და რაღაც საქმე უნდა ეგ ვიღაცა ქალი მეუნება რომ შენო ჰაუსში რატო არ ხარ მერიაში რაღაცა უყურებს ხალხი ამ ჰაუს ხალხმა დაჯექით იმუშავეთ თბილის მიხედეთ აბა მარიკა ხურციძე დაუმესიჯე საყვარელ აბა რა უნდა ქნა აი კოკო ხარო არ გეზარება მეგობრებო ხა არ მახსნევინოთ რომ ჩემთან არის დემოკრატია ყოველთვის ლაივში და ჩემთვის სულ ერთია ვისი გულშემატკივარი ხართ ოღონდ მართლა სულ ერთია და მე არ მაქვს ხოლმე იმაზე რომ აი ჩემიანი შენიანი რახან მე შუქნიშანზე გადავიდე რახან აი მერიაში მეტროზე გადავიდე ხო მაგას ვამბობდი რომ მაგ სული დემოკრატია აქვს ლაიქის კომენტარებშიც ერთადერთი თქვენა რომ არ ლანძღოთ ერთმანეთი იმიტომ რომ რაში მჭირდებათ ხო რა თვითონ ლანძღეთ რა ვიცი ეგ ცუდია უკვე ჩემთვის ყველა აუთსაიდერია უკვე ჯერფასო 5 მონაწილეა და აქედან 2 გავარდება უკვე მეც მიყავხარ მიწამე ჩემი მოდელი სად არის ჩემი მოდერატორი მეგობრებო სული დემოკრატია გვაქვს ჩვენ არ არის ჩემთვის რაიმე ესეთი მიუღებელია თქვენ ვინმეს ხალხს გულშემატკივრობთ სლერთია ჩვენთვის მართლა უბრალოდ თქვენ იცით რომ მე გულშემატკივრობდი მარიამს ეხლა გულშემატკივრობ შესაბამისად ლოგიკურად ჯავახას და ესეთი შეკითხვა მაქვს რომ ყველაზე აგრესიული რომელი საუსელის გულშემატკივრები არიან მე რასაც ვუყურებ მუზეების ხალხო მართლა ოღონდ ყველაზე მეცხრე ლანძღებიან ოღონდ რატომ ლანძღებიან რომ ხები ხარ რომ გამლანძღავენ მაგით მუზები უფრო გაიმარჯვებენ თუ მუზებს რაღაცა მოემატებათ არ ვიცი მარიამი სტუმარია ხალხი გაის აუთსაიდერი სტუმრად არის მარიამი და ბონდო შესული თამო შენზე ვამბობ ხო შეკებია კი ძალიან საყვარლობა ვიჯერებს მიგზავნით ხოლმე ხახმა აი ძალიან მომწყო აი მე ეხლა მაკდონალდსთან ჩავიარე და როგორ მინდა ის კაი ბურგერი ნახშირწყლოვანი მაგრამ მე ჯანსაღმდობაზე ვარ ხახმა რამდენი ხნით არიან შესულები და 20 თებერვალამდე უკვე მთავრდება ხალხმა უბრალოდ მე მომბეზრდა უკვე ვეღარ ვერთობი მაგ რაღაცეებით თქვენც არაფერს ნორმალურს არ მიგზავნით გარდა რაღაცა დებილობებისა ჩემი მოდერი უკვე აქ არის მე მგონი მეგობრებო აი მე მაკდონალდსთან არ უნდა გავიარო ხალხ რომ მე ისე მიყვარს ბიგმაკი და მაგრამ ვარა ჯანსაღმდობაზე ხო ვაი არა და რა გემრიელია ის აი მე ეს დამწარი ბროკოლი გავხვევი
მე ძელს აყოლები არია. თამაშინ არსებობას არ აქვს ზოგადად აზრი. მე თუ მკითხავ. თეთა კარგად. კი ჯავახას ვაძლევთ ხას ჯავახას ვიმესიჯებთ. დასაყრდნოსები არიან ხალხო. კარგად მეგობრებო, კარგად. ფაკო, კარგად შენ როგორ ხარ? ფივიკო. ხადრა სამდება, მე სამხლაში ნიშანია, ვერ გადავდივარ ხალხური. გადავიდა მით გადავდივარ, რა ვიცი რატომ. მარიამი არის ჰაუსში მეგობრებო. ეგეთი ამბები, ხარა სამბობდი. იმედი ახლა გაიმარჯვეთ, იმეც მაგის იმედი მაქვს. ელიზაბეტი არ გენანები კაცო, ელიზაბეტი ვაი. მეგობრებო, მე ვფლირო საერთოდ არ აქვს უბრალოდ ჩახოს, იმიტომ რომ ვისთვის ხარჯები. ახლა ხო, მაგრამ მაიცად მეგობრებო, რაღაცა მირეკავს. მოდი. მეგობრებო, ძალიან ცხელა გარეთ, მაგრამ მე მაინც შუბით ვიყავი დილით გამოსულ. როდის მოვიდა და აი ვიგიყიდე შვილო ავტორუჯები და მოდი რა ვიცი თუ გინდა თუ არ გინდა არ მოხვიდე და ნაწავისმე ყველა ავტომი. აი საპიჯაკი. აი და პიჯაკია. საქმეებზე ვიყავი, მოკაც მეგობრებო, მე მაქვს ესეთი ჩვევა. ასე ძალიან ბევრი წელი ვიმუშავე დიდ ორგანიზაციებში და მქონდა სულ ეს corporate ხარო არის, ხო, ეს ტრენდი. corporate გასულ პიჯაკის და იმებით რომ დადიოდნენ ხოლმე რა. მაგ დროისთვის აქ მქონდა ძალიან მობეზრებული და ყელში ამოსული, იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენთ რამდენი საროჭკა, რამდენი პიჯაკი მექნებოდა წლების ნაგროვებით, ხო? და ეს ეგრეთ წოდებული corporate girl სტილი ისე მქონდა ყელში ამოსული და ისე მქონდა მობეზრებული, რომ ერთსული მქონდა ამდენ პიჯაკებს და საროჭკებს, როდის გადავყრიდი, მაგრამ გამოხდა ხანი მარის სად არის? მარიამი არის ჰაუსში. გამოხდა ხანი და რა მოხდა? თურმე როგორც კი საქმეზე გავდივარ და ეს არის ხოლმე თითქმის ყოველ დღე. ანუ ჰაუსში რო ვიყავი, მან ვისვენებდი და ისე საქმეზე გავდივარ. ეგრევე სულ ჯინსები მეცვალეთ და ბოტასები, ზემოთ აუცილებლად პიჯაკს ვიცნობ ხოლმე და ეს არის ხალხნა უკვე მაბნე ჩვევა. აღარ არის სტილი, მე თუ მკითხავთ. და გაფოლოებს აყარელ აბარას ვიზავ. აი მე ხარ ამე კაი ყავა ცივი ჩასხრები, რა კაი იქნება ხალხო. აი მე ხოდა რას ვამბობდი. და მოკოთ ამ პიჯაკების რა ლამაზი ხარო, ძალიან დიდი მადლობა ქეთი. მეგობრებო, ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე მინდა ხარ გავამახვილო თქვენი ყურადღება და გითხრათ. ძალიან მნიშვნელოვანი რამ.
კი, მაგას გეტყვით აუცილებლად. მეგობრებო, ახლა მე რა მაინტერესებს? აი მაგალითად, რა ვიცი, შოუა, ხო? შოუ არის გასართობი ყველა ვარიანტში. და გასართობი მიზნებისთვის ვუყურებთ. ახლა ესეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. ნერვები როცა გეშლებათ იმაზე, რომ დავუშვათ თქვენი საყვარელი მონაწილე, თუ თქვენი ფავორიტი მონაწილე ისე არ იქცევა, თუ ეს არ იქცევა, თუ ხები ესე არ იქცევიან, ისე არ იქცევიან, ხო? ამ შემთხვევაში ნერვები რო გეშლებათ, და მე რო შემოდიხართ კომენტარებში, ინბოქსებში და ასე შემდეგ და ილანძღების ესეთ შეკითხვა მაქვს, რაღაცა უყურებთ ხალხს, ანუ გასართობი შოუა ნერვების დაწყლეთის და დაგლეჯვისთვის უყურებთ. მართლა მაინტერესებს, თუ გასართობად უყურებთ. ახლა ყველა მონაწილეზე ცალ-ცალკე უნდა ვთქვა კიდე. აი, რისთვის უყურებთ ხახრო? გასართობი შოუა და თუ ნერვები გეშლებათ იმაზე, რომ ვიღაცა ვერიგებს, გავარდება, ასე შუბა და მე ამ აგრესიით შემოდიხარ და ილანძღებით. ამ შემთხვევაში რა ხდება? ანუ მართლა მაინტერესებს რაღაცა უყურებთ. Stranger ვინმე საინტერესებს შენი აზრი? კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს და პირველ რიგში მე. ხო და მართლა მაქვს ესეთი შეკითხვა ხალხო, ანუ რა ძალა გადგიათ, ანუ ეს მაზოხიზმი, რომ ნერვების დასაწყვეტად, დასაგლეჯად არის რომრავის სასაცილო მომენტები, სასაცილო ვიდეოები და კი, კამათით შეიძლება იყოს საინტერესო, იმიტომ რომ კამათი არის ძალიან ესე ვთქვათ ადამიანური ცხოვრებისეული რაღაც, და როცა არის რეალიტი შოუ, რა თქმა უნდა, კამათი იქნება, მაგრამ აი ესეთი თქვენი ამ ხელაგრეში ნახეთ ვიღაცა გამოთქვამს თავის აზრს და ვიღაცაზე ამბობს არ მომწონსო. თქვენ რომ ამაზე ბრაზდებით, ხო? ეს ნიშნავს, რომ რაღაცა მართლა ძალიან დიდი პრობლემა გაქვთ ხალხო. ისევ როგორც თქვენ გაქვთ უფლება, რომ არ მოგწონდეთ ვიღაც სხვა მონაწილე, მაგალითად, ნახე, გაქვთ უფლება, რომ არ მოგწონდეთ მარიამი, ხო? მაგრამ თუ ვიღაცა იტყვის, რომ არ მომწონს თქვენი საყვარელი მონაწილე, ამაზე რატო ხდება ხოლმე? ისტერიკები. რატო იწვრიწავთ ნერვებს და რატო ნერვიულობთ? მართლა მაქვს ესეთი შეკითხვა. ჩემი მოდერატორი მე არ მიწვევ, ქეთი, შენ მაგარი გოგო ხარ ძალიან. აია, რო არის წყლიტავ. არ მოწონება მისაღები, მაგრამ ლანძღვა არა მისაღებიშო. ლანძღვა მიხავ, მე არგუმენტირებულად ვამბობ ხოლმე იმას, რომ რატომ არის ეს მონაწილე მისაღები ჩემთვის და რატომ არ არის ესათვის ის მონაწილე მისაღები. ასევე თუ არის ხოლმე მანიპულაცია, ვამბობ, რომ ისინი სხვებს რო აკრიტიკებენ, თვითონ ესე იქცევიან. ხო? ამ შემთხვევაში თქვენ ანუ ნებისმიერ არ მოწონებას ეძახით ლანძღვას, მერე შემოდიხართ ინბოქსში, მერე შემოდიხართ კომენტარებში და უარესად ვაიმე და აქ კიდე უარესად აგზავნებთ ხოლმე ხალხო, ანუ თქვენ რას ეძახით ლანძღვას, ისე მაინტერესებს მართლა ოღონდ. თქვენ რასაც ეძახით ლანძღვას, ამ შემთხვევაში თქვენ რასაც აკეთებთ, ეგ რა არის? ანუ ნახეთ, ლაივში ზის ვიღაცა და ამბობს, რომ ესა და ეს მონაწილე არ მომწონს, იმიტომ რომ იქცევა ესე და ესე, ხო? და თქვენ მაგალითად კომენტარებში შემოდიხართ და ვაიმე შენ ესეთო და შენ ისეთო, ანუ ჯავახა და მარიამი დაშორდნენ, არა მეგობრებო, არ დაშორებულან. რატო გაჩნდა ეს შეკითხვა, შეგიძლიათ მითხრათ?
ციკო ინოდუაშვილი, ახლა შენ თუ ინდაური არ გიდევს თავში, ხო? მაშინ მიხვდებოდი, რომ არავის არ აინტერესებს შენი კომენტარი აქ. ვიღაცა ციკო ინდუაშვილი, რომელიც გავს ინდაურს. აზროვნებით. ეკა პაკა. რადგან გიყურებს არა უშავს? თამო შენ რამდენი გიყურებს და შენ რამდენი ძალიან საინტერესოა, მადლობა გულებისთვის მეგობრებო. შენ რამდენი გიყურებს და შენ რამდენი გისმენს? რა საინტერესოა. გივიკო ბექაია, რატო დაგამატოა ბარა? დიამაკაცარია მეც მიყვარხარ. მეგობრებო, ძალიან ცოტა დრო დარჩა. პარასკევს ხვალ დღის ბოლომდე გადაწყდება, ვინ გადავა ფინალში, ვინ იქნება ის 3 მონაწილე და შესაბამისად უნდა იჩქაროთ. ანასტასია, შენ მგონი მყავხარ ინსტაგრამზე? კი ბატონო, კი ხვალ ნინა. გივიკო, კაი, მაშინ ვეყოლები. ჯეიჯეი სად ვიყავი და საქმეებზე ვიყავი, ხვა ძლივს მოვრჩი, დავისვენო და ახლა ვფიქრობ რა ჯობია ბჭამო. ვაიმე. ბაბი, დამეტებული მყავხარ საყვარელო. დღესაა პარასკევი? არა, ხალხო, დღეს ხუთშაბათია. დღეს ხო ხუთშაბათია, ხალხო, არ გადამრიოთ. არა? დღეს პარასკევია? ვაიმე, არა, ხალხო. პარასკევია დღე? დღეს არის პარასკევი, ხალხო? გოგიტახ, ჯეიჯეი. ვაიმე, რა მითხარით, ხალხნო, მე მგონია, რომ დღეს არის პარასკევი? ვაიმე, ესე იგი ხვალ შაბათი, ხვალ მე ის საქმეები, რაც პარასკევს უნდა გამაკეთებები, ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არის დასვენების დღე. შოკი მაქვს. ვაიმე, ხალხნო, რა სიძახით? პარასკევია კი დღეს, ახლა გამახსენდა, რომ გუშინ მქონდა რაღაც ტრენინგი, რომელიც არის ხუთშაბათს. გოგიტა, ძალიან დიდი მადლობა. Oh my god. ნახეთ, ყველაზე საინტერესო ამბავი რაც არის. მაგალითად, ვინც ხართ მაგალითად მუზების ლელუს და კიდე ვინ დარჩა? ნუ დავითი და მის დაუშვათ გულშემატკივარი. არ ვიცი, ლელუს გულშემატკივარი არსებობს? ცოცხალი ადამიანი გინახიათ ლელუს გულშემატკივარი, ხალხო? ანა, ძალიან დიდი მადლობა. ლელუს გულშემატკივარი მგონი არც ყავს, რა ვიცი, დიას რამდენს დაუმესიჯებს, რა ვიცი, მე წინაზე დაუმესიჯა 188 ლარის. ხო და მე მაინც მოკლედ სხვა რაღაცა დეა გულს გაჩვენება უცებად. კი, საყვარელო, ორეული მაცვია.
გაფლობთ უყოლას ხდება მაგას ვამბობდი ახლა რომ რამდენად თქვენი თავი ხალხო როგორ არ გიყვართ რომ მაგალითად მე ყოველ ჯერზე მაქვს ხოლმე ეს ძალიან სულ არ ვეკითხები არა ესე გამოვხატავ ჩემ აზრებს იმიტომ რომ ჯერ ერთი ვიყავი მონაწილე მეორეს ერთი ვარ ახლა მაყურებელი და არავინ არავის არ მეკითხები მოკლედ ეს ვთქვა თუ ის ვთქვა თუ ასე შემდეგ ყოველ ჯერზე ძალიან დიდი მადლობა ყოველ ჯერზე შემოდიხარ და შეასეთო და შეისეთო და მუზები კარგია და ლელუ გჯობია და ის გჯობია მე რა მაინტერესებს ხახტო რა ძალა გადგიათ ანუ ჩემ ლაივებს რო უსმენთ ხოლმე და ნერვები გეშლებათ და მე გადაფსიხებულები ხართ აი რა ძალა გადგიათ იმ დღეს ნახე კიდე რაღაცა ჯგუფებში დაუდიათ ჩემი ლაივიდან ნაწყვეტი ხალხო ამას უთხარით რომ აღარ ილაპარაკოს მუზებზე ხალხო ნახეთ რა ცუდი ადამიანია მუზებზე ნახეთ რა თქვა ხმა მიაწდინეთ რომ აღარ ილაპარაკოს ხმა მიაწდინეთ რომ აღარ ილაპარაკოს I'm sorry but თქვენ ხომ მომაწდინეთ ხმა და არ დაგიჯერეთ და ხა სხვა რომ მეტყვის იმას დავუჯერებ აი ხა ვიღაცა ანამ დამიწერა ჩურაო და ანა რახან დამიწერე რომ ჩუ ესე იგი შენ მართლა გაქვს იმის იმედი რომ მე ავდგები და გავჩუმები მართლა ესეა ძალიან საყვარლები ხართ ხალხო ძალიან დიდი მადლობა ბარბარე მე გულშემატკივრობ ამ ეტაპზე ჯავახას გულშემატკივრობ და მგონია რომ ჯავახამ უნდა მოიგოს პროექტი ჯენი ძალიან დიდი მადლობა კი ანა ანუ 777 ვიღაცა იტყვის ხო მაგრამ აბა მაინტერესებს რომ ვინ რას იტყვის ჩემზე ხალხო მასე ძალიან რომ მაინტერესებდეს მე ვერც ჰაუსში შევიდოდი ვერც მონაწილე ვიქნებოდი ვერც გარეთ რო გამოვიდოდი გარეთ გამოვიდოდი და ასე შემდეგ ერთი მომენტია კიდე გამარჯობა რედ დევილზე და გაცვიათ აი ძალიან ექშენ და თვითონაც გამოიყევებ შენება ძალიან დიდი მადლობა ხალხო ეს არის პიჯაკი ვიყავი საქმეებს და იმიტომ რომ ესე გამობრაჭულ ესე პიჯაკით არ დავდიობარ ხოლმე მაგრამ გამოდის რომ მაინც ყოველდღე მაცვია ჩიკ მაგარი მოგწონი იმდენად ინსხება გახსოვნა ჰაუსი კი ბატონო 24/7-ზე რომ მე ჰაუსის ლაივზე ვიყო ხალხო ხლა ვიქნებოდი ანუ ნახეთ თქვენი აი ნახე შენ რო ფიქრობ 24/7-ზე შენ 24/7-ზე მიყურებ დარწმუნებული ხარ თუ შენ არ მიყურებ რა იცი 24/7-ზე ვარ თუ 48-14-ზე ანასტასია დაგაფოლოვებ აუცილებლად ანუ ვიღაცა 24/7-ზე რომ ლაივშია მაგას თუ ამბობ ანუ შენ 24/7-ზე იმ ადამიანს უყურებ აბა რა იცი რამდენი საათი არის ლაივში ანუ უკვე თავში ნახერხი ხალხო თავში ნახერხი თაკა ნახე თაკას კომენტარს მინდა გამოვიღო მე პირადად ძალიან მებანძება ჰაუსის საუბარი თვეების განმავლობაში ახლა სულ 3 თვეა ეს პროექტია და მთავრდება 20 თებერვალს და თაკას მინდა ვუთხრა რომ შენ რაც გებანძება მაქსიმუმ რაც შეგიძლია გააკეთო არის რომ შენ არ გააკეთო და შენ არ ილაპარაკო სხვა რას ილაპარაკებს სხვას რა ებანძება ეგ ხო შენი საქმე არ არის ძვირფას ვაი თაკას მინდა ვუთხრა თუ გებანძება მოილაპარაკებ შო მარტივად არის აქ საქმე ხალხო მაქსიმუმ ეგ შეგიძლია გააკეთო ანუ მეტი არაფერი არ შეგიძლია მიხვდი რამდენი კომენტარიც არ უნდა დაწერო არაფერს არ შეცვლის ეგ I'm sorry but ეს უნდა დაიჭეროთ მასწავლეთ როგორ მივცე ხმაო მეგობრებო როგორ დამისცეთ ხმა და უნდა შეხვიდეთ ჰაუსის მთავარ გვერდზე და იქიდან მისცეთ Facebook-ვანცა როგორ ხარო თიკა სადა ხარ ამდენი ხანი
სად ხარ? ჩემი თიკა ხალხმა ჩემი მოდერატორი არ შემოდიოდა და ეხლა ძლივს შემოვიდა, ანუ არ ეცალა. თიკას ვეუბნები ჩემ მოდერატორს, შენ მოიცა 24/7-ზე არ ზიხარ ლაივში და არ მისმენ 24/7-ზე? ეხლა რატო გეძინა? თიკა ხო იცი რომ დღეს პარასკევი ყოფილა და მე მეკონა ხუთშაბათი და იმდენი რაღაცა გეგმები ამერია მაგის გამო, იმდენი გეგმები ამერია. ძალიან გული მაჩვენეო. რა პარასკევი და დღეს ყოფილა პარასკევი და მე მეკონა ხუთშაბათი და ამერია მთელი გეგმები რაღაცები მქონდა დაგეგმილი რომ ეს იგი ხვალ თუ არის შაბათი, ანუ იმ შაბათი დღე არის დასვენების დღე, რაღაც უწყებები და რაღაც ორგანიზაციები შაბათს არ მუშაობენ, შესაბამისად რაღაცები ამერია. ესე არასოდეს არ მომხდარა ხალხ რომ ჰაუსში არ დამართნია ეგ. შენც ხუთშაბათი გეგონა? ხალხო ჩაიხედეთ რა კალენდარში და დამიწერეთ დღეს ხუთშაბათია თუ პარასკევი, იმიტომ რომ მე და თიკას გგონია რომ არის ხუთშაბათი. ვის გაქვთ კალენდარი ჩაიხედეთ? პედრიფონს პარასკევია თიკა პარასკევი. მოკლედ გიმატებ აუცილებლად ხალხო გიმატებ დაბა რას ვიზავ გიმატებ უყურას იმიტომ რომ მე კაი ვიდეოებს ვიგზავნით ხოლმე და ძალიან ვერთობი კი სტრიმებს ვერ უყურებ ეპიზოდის ყურებაც ვეზარება თქვენ რო ვიდეოებს მივხვდით მარტო მაგას ვუყურებ всё სადაკეთებენ ხოლმე ყველაზე კარგ ვიდეოებს ვიგზავნიან TikTok-ზე, Instagram-ზე არ მიგზავნით, არც Facebook-ზე არ მიგზავნით. არ ვიცი რატო. მარტო TikTok-ზე მიგზავნით. დროებით აღარ მუშაობ და სახლში რო ვარ, ამერია დღეებიო. მე რატომ მუშაობ? თიკა და სად მუშაობდი და შენ მახსოვს რომ სტუდენტი ყავი და სწავლობდი, არა, თიკა? შოქში ვარ ხახნო ამერია მთელი დღის გეგმები და კი არა მთელი კვირის გეგმები მაქვს უკვე არეული შოქში ვარ არ ხარ სტუდენტი ესე იგი ამერია ჩემი შვილის დაქალში ამერია მეგობრებო ირმა ძალიან დიდი მადლობა რა ლამაზი ხარ მეგობრებო ჩვენ თბის აღებავი ვიცით ხო რომ აღარ შემოდის ის ნომერი თიკა მოდი და მოიზომე ხა თუ გინდა მოდი მოიზომე ესეთი ხალხმა ჩემშულს დავადახო რომ ავტორუჯი ვუყიდე თორე არ ზჯერა ვუყიდე თიკა ხა დაგანახებ რომ ავტორუჯი გიყიდე ბაცადე გაიგე გიყიდე ავტორუჯები გიყიდე და მოდი არ ჯერო და ხალხნო მიყიდე ავტორუჯი აი ერთი შემთვის მეორეც ჩემთვის არ ვარეკლამებ ხალხნო წავედი ჩემი ფულით ვიყიდე ვაიმე ხო არაფერს არ ვარეკლამებ ხალხნო არაფერს არ ვარეკლამებ გამორიცხულია სანამ არ მექნება ჩემი რაღაცები მანამდე არაფერს არ გავარეკლამებ იმიტომ რომ ხლა ვაპირებ ძალიან მაგარი სიახლეს გეტყვით ხალხნო ძალიან მაგარი სიახლე მაქვს მე მექნება ახალი თქვა თიკა
თიკა ესე იგი ჩავშლოც თიკა ქვია და ჩემ მოდერატორსაც თიკა ქვია და ნახავ მიეჩი კი ხალხო ხვას ვაძლევ და მე ხა ნახეთ ჩემთვის კიდევ ერთხელ ვიწახი რომ ძალიან სულერთია მართლა დემოკრატია მაქვს მე კომენტარებშიც და ლაივებშიც და ვისი გულშემატკივარიც გინდათ ხალხო იმის იყავით ანუ მე ჩემთვის არის სულერთი საერთოდ არ მაინტერესებს აი ვინც ამბობთ რომ მე ჯავახას და მარიამს არ გულშემატკივრობ და არ მომწონს ეგენი ძალიან ოკეია ჩემთვის, ანუ საერთოდ არ უბრაზდები ხალხო მაგაზე, ანუ თქვენ მოგდე ინტერესითო, კი გეტყვი აუცილებლად. ხალხო, მე არ ვღიზიანდები მაგაზე და თუ თვლით რომ ჩემ გასაბრაზებლად ამბობთ იმას რომ ისა რა ქვია ჯავახა და მარიამი არ მომწონს და ჯავახა ესეთია და მარიამი ისეთია და აღარ გავიმეორებ მაგ სიტყვებს რასაც იძახით ხოლმე არა ხალხო მე აი ჩემთვის სულერთია თქვენ ვისი გულშემატკივარი ხართ მაგ კუთხით არ არის ჩემთვის ანუ ნებისმიერმა შეგიძლიათ კომენტარშიც ისედაც მომწრა რა ვიცი აზრი გამოთქვით სადაც გინდათ როგორც გინდათ თუ გინდა ლაივში თქვით თუ გინდა კომენტარში სადაც გინდა ანუ ჩემთვის სულერთია ეგ უბრალოდ მე მაინტერესებს იმ შემთხვევაში როდესაც მე ვარ დავუშვათ მარიამის და ჯავახას გულშემატკივარი ხო და თქვენ ამაზე ნერვები გეშლებათ და თუნდაც ძალიან კაი ფერსიაო მადლობა საყვარელო მე რო ვარ დავუშვათ იმ ჰაუსელის გულშემატკივარი ვინც თქვენ არ მოგწონთ მე ხდებით აგრესიულები და მე წერთ ხოლმე რაღაცა საშინელებებს ცალკე ვიდეო უნდა ჩავწერო სხვათა შორის იმაზე რომ ეს ამხელა უკონტროლო აგრესია რასაც თქვენ კომენტარებში წერთ ხოლმე მე მგონი თქვენს არც ისე კარგ მდგომარეობაზე მოქმედებს და მეტყველებს. გვანცა, ღუზა, ჰელო, გვანცა. რა ლამაზი ხარო, ძალიან დიდი მადლობა. რა მანქანა გყავს, ლამაზი. Prime House შენ ცოტა მიმართვის ფორმები ისწავლე სხვანაირად არაფერს არ ხო და მაგას ვამბობდი ხო ხნა კეთი კარგად შენ როგორ ხარ მარიკა გამარჯობა თიკამ გამომიგზავნა ფან კლუბი ძალიან დიდი მადლობა რა მიწერა და წინინდა ანი ჩვენ და მარის ვიდეოები საჩაგიგდო საჩამოგდი და პირადში ხალხო გთებო ხა კიდე სასაცილო რა არის ხოლმე იცით ხალხო რომ მე ხო მაშებით ხოლმე რაღაცა ის აგრესიული ტიპები ხარ რაღაცებს მიწერთ ხოლმე და მე ერთმანეთს რო ლანძღავთ ხოლმე კომენტარში თვითონ ეს იუზერები რო ერთმანეთს ლანძღავთ კი TikTok-ზე ანი აქ გამომიგზავნე ერთმანეთს რო ლანძღავებ ხოლმე ხალხო და მე აი გამშველებელიც რო არავინ არ არის Анастасия გელაუცულეთ ვნახავ. ხო და რას ვამბობდი, მოკლედ დღეს რახან პარასკევია, ხვალ შაბათს, მაგრამ ელექტრონულად. მეც მეცინება ქეთი რა გავაკეთო. მეც მეცინება. გვანძა შენ მითხარი რომელი Prime House-ელი ვათრეკო AI-თო. ლორენცო ხალხო გეხვეწები. ლორენცო. აუცილებლად ლორენცო. და ვიღაცები შემოდიან ახალი მონაწილეები ქეთი ჭანტურია ვაიმე ხალხო თავრდება და რაღაც დროს ახალი მონაწილეები არიან ხო არ ხადაობთ.
დამთავრდება უკვე ერთ კვირაში. არა, ლორენცო ჯობია. ლორენცო აცეკვე ისმით რა ქვია, AI-ით ხალხნო აუცილებლად, აი ყველაზე მაგარი ეგ იქნება. ლელუს თვერქი. ლელუს და დიასას მაშინ ორივეს ერთად. თქვენ მიიღეთ მონაწილეობა ჰაუსიო კი მე არ მეგონა პრაიმ ჰაუს არა უშავს რა ბოდიში კაცო უბრალოდ ვერ მივხვდი ეგ მიმართვის ფორმა რაზე იყო ლელო ხო მიდევს ვაიმე თუ გიდევს მე უნდა ჩამიგდო ხალხნო შენ რო დადე შენთვის ეგ რა ვიცი მე უნდა ადგა მე უნდა გამომიგზავნო მოაყოლო გულები რაღაცეები და ვნახო ლელო და დიასაზე უკვე გაკეთებ მაგო თუ გააკეთე და არ ჩამიგდე შო ჩათვალე რომ არ გაგიკეთებია ვერ გიგდებო მე გავაკეთებ კაიო ვამე კეთი ასაყარლები ხარ მე წასაყარლ ტირატინი და ლორენცო აი მე ხალხო ძალ არა თიკა ჩემო მოდერატორო თიკა პირადში გაარჩიეთო არა აქ გაარჩიეთ ხალხო აქ შეგიძლიათ გაარჩიოთ არა ვაიმე გვანცა ჯერ ერთი მე პატრონი მყავს და შენ არ გყავს აშკარა ზრდილობა არ გწოდნია ბავშვი ხალხნო პატრონის ყოლა რას ნიშნავს ანუ თუ ბავშვები ხართ მშობლები და ოჯახის წევრები და ეს პატრონი ანუ ოუნერი ხო ძაღლებს აკატებს რო ყავთ თუ რა ხდება ხალხო ეს პატრონი რა არის ანუ ეს აქ ვინც წერთ მე ვარ 100%-ით იმაში დარწმუნებული რომ ხართ ადამიანები ანუ ძაღლი და კატა არც ერთი არ ხართ ხო ცხენი და ვირი და ეს პატრონი რა არის ხალხო ანუ ადამიანს პატრონი ხა ანუ პატრონი რა ნუ თუ ბავშვები ხართ ხალხო მესმის ყავთ მშობლები ეგენი პატრონები კი არ არიან მშობლები და ოჯახის წევრები და პატრონი ყავს ძაღლს კატას ვირს ცხენშინაურ ცხოველებს ხალხო რა და ეს ვიღაცა იძახის უპატრონო ხარო გვანცა ნახე პატრონი არ გჭირდება იმიტომ რომ ცხოველი ხარ რა ცხოველი არ ხარ ხო შესაბამისად რო გეტყვის უპატრონო ხო შენ ხარ პატრონიანი ცხოველი თქო მაშინ შეგიძლია უთხრა კი მე კატა მყავს ბასას ეხლა სასუსნავები უნდა ვუყიდო არ დამავიწყდეს JJ Dark Flow Hello Dark Flow სად ხარ ძირფასო გიკეთებია Dark Flow სად იყავი და რატო არ ჩანდი Dark Flow მეგობრებო ვის შეგპირდით რომ ჩემი გლოსები უნდა გაჩვენოთ ქვეყანა საქმეები მაქვს ალექსანდრე სად არის ალექსანდრე ვსწავლობ ფოცეკვაზე დავდივარო და კიდე რაღაცა სპორტზე დასო ჩვენ არ წაგვიღია ტვინი და შენ ძირფასო შენ კომენტარებით არ წაგვიღია მართალი ხარ შენ აზრით ვინ გახდება ლიდერიო ხახნო მე მგონია რომ ლიდერები გახდებიან მუზები და ჯავახა ეს ორი მგონია რომ გახდება ლიდერი აი ჩემი გლოსები რომელიც სულ დამაქვს ეს არის ხალხნო ნახეთ აუ თუ არ უნდა გავარეკლამო არ გავარეკლამებ აი რო არ ჩანდეს ისე გაჩვენებთ ბრენდი აი ეს არის ცოტა მოვარდისფრო და ეს ლელო მუზები და ჯავახა ყველაზე ლოგიკური და პრინციპში ყველაზე ის იქნება კი აი ეს არის ხალხნო გლოსები ბრენდს არ ვაჩვენებ არ გამოაჩინო კარგი არ გამოვაჩენ კეთი ჭანტურია მადლობა კატა მყავს სპარსული რომელიც არის საკმაოდ დიდი
კომენტარებში მოგნიშნე, აუცილებლად ნახავ, მეგობრებო, აუცილებლად ნახავ, ახლა წავისმე, იმიტომ რომ დილით რო წავისვს, ხო და ეს გლოსები რატო გაჩვენეთ ხალხ, რო იცით განსაკუთრებით ეს. იმიტომ რომ დილით რო წავისვი, მერე ყავა დავლიე, ორჯერ, რაღაცები ვჭამე და რაღაც და ეს გლოსი იყო გაუნძრებლად. აი ესე. ანუ გლოსის მთავარი მინუსი არის ხოლმე, რომ ძალიან მალე შორდება და ესენი ძალიან გამძლეები გამოდგნენ. რითი აკეთებ მაგ ვიდეოებს ხალხო, ვაიმე ჩემზეც გააკეთეთ რა, ძალიან ვიხალისებ. ანუ აბა რას ვიზავ ძვირფასო. Dark Flow I'm sorry, but რატო არ ჩანდი სად ხარ, რაც მე აქ ლაივები ვაკეთე და ხალხო, მე ლაივში ტყუილა არ გამოვდივარ. ხო იცით, რომ ჰაუსი მიხდის ლაივებში ფულს 1000 ევროს. ქვეყანა საქმე მაქვს, ხო, მართალი ხარ. ქვეყანა საქმე თუ გაქვს, ხო, მაშინ ხო, ჩვენ აქ სულ საქმურები ვიკრიბებით. კი, მარიამ, მუშაობ და შესვენება მაქვს ხოლმე დღის განმავლობაში საღამოსად 1 საათი სულცალია. მე სხვათა შორის მეც რა მაინტერესებს, აი მაგალითად. კი ბატონო, კი, მართლა მასია. Mendy's dog, მუშაობა არ ახსენოთ თუ შეიძლება. Mendy's dog ნახე, სად მუშაობ და რატო გაქვს ესე? მეგობრებო, ერთი რაღაც მინდა გითხრათ, ამაზე შეიძლება რომ ცალკე ვიდეოც ჩავწერთ. ნახეთ, ეხლა უკვე ძალიან პატარა ასაკიდან იწყებენ მუშაობას და ეს ძალიან კარგია. იმ შემთხვევაში თუ სხვათა შორის, აი ხა ნახეთ გეტყვით რაღაცას. თუ თქვენი სამსახური იმ დონეზე არ მოგწონთ, რომ წასვლა გეზარებათ და სამსახურიდან როცა მოდიხართ სახლში დაქანცულები ხართ და არაფრის ხალისი აღარ გაქვთ, ეს არ არის ჩვეულებრივი და ნორმალური რაღაც. ფინანსური დამოუკიდებლობა არის ძალიან მაგარი. და სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენთვის, მაგრამ სასიცოცხლო ენერგიები, როცა ჩვენი ენერგიები მიდის იმ საქმეში, სადაც უკვე ნახე საწყის ეტაპზე ახალი სამსახური ყოველთვის არის ხოლმე სახალისო, ხო? იმიტომ ვიწყებთ, რომ რაღაცნაირად ცოტა მაინც მოგწონს, მაგრამ ჩემო ყოფილ თანამშრომლებზე მინდა გითხრათ, ხალხო, ზოგი არის 10 წელი ზის ერთი და იგივე რაღაცას აკეთებს გულის რევამდე. არ მუშაობს და ძალიან ემოციური თემა ეგ. აუ, მაშინ მომწერი და შემიძლია დაგეხმარო. ძალიან კარგი ადამიანები არიან ესენი ხალხო, ზოგიერთად მეგობრობდი კი და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ხალხო, ისეთი უბედურები არიან, აი, გულის რევამდე ეზიზღებათ უკვე ის სამუშაო და აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ კარგი ან ცუდი სამსახური იმ ადამიანისთვის ის ადამიანისთვის ის არის უკვე ძალიან შემაწუხებელი. ეს განსაზღვრული თანხა უკვე მიეჭა, რომ საარსებო მინიმუმი რაც აქვს, რომ მან იფუნქციონიროს და ჩვენ ვიცით, რომ უფულოდ ადამიანები, რა ვიცი, მოკვდებოდით, ხო, ალბათ, ადრე თუ გვიან ვერაფერს ვერ გავაკეთებდით. მაგრამ როცა იმ დონეზე ხართ, რომ თქვენი სამსახური გულის რევამდე გეზიზღებათ, ხომ? აუცილებლად თუ თქვენი თავი ოდნავ მაინც გიყვართ, აუცილებლად უნდა შეიცვალოთ საქმიანობა. აუცილებლად. სათქმელად ადვილიაო, ვინც მაგას იტყვით, არა, არც სათქმელად არ არის ადვილი და მე ვარ ადამიანი, რომელიც რამოდენიმეჯერ აღმოვჩნდი მაგ ჩიხში, რომ არსებული სამსახური არ მომწონს, მაგრამ ცვლილება
არ ჩანს თითქოს, იმიტომ რომ რაღაც ქმედებებს და ნაბიჯებს ვერ ვდგავი, იმიტომ რომ კიდე რაღაცა არის იქ, ხო, შემაფერხებელი. კიდე რაღაც, ანუ შემაფერხებელი ბევრი რაღაც შეიძლება იყოს ხალხო, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ აი მაგალითად ცუდი სამსახური და ცუდი შეყვარებული ძალიან გავს ერთმანეთს, მართლაო ხონთ. ცუდი ქმარი და ცუდი შეყვარებული ორივე შეიძლება იყოს ტოქსიური და გიშხამავდეთ ცხოვრებას. იმ ცუდ შეყვარებულსაც ვერ შორდებიან ხოლმე ესე ადვილად თქვენ წარმოიდგინეთ და ვერც ცუდ სამსახურს ემიჯნებიან ესე ადვილად, იმიტომ რომ ერთზე შეიძლება იყო ფინანსურად დამოკიდებული, მეორეზე შეიძლება იყო ემოციურად დამოკიდებული, მაგრამ ფინანსურად დამოკიდებულება და ემოციურად დამოკიდებულება ხახნო ძალიან გავს ერთმანეთს და ხშირ შემთხვევაში ერთი როცა არის ხოლმე, მეორეც არის. მართლა ოღონდ. მომწონს, იმიტომ ვეძებ სულ ახალ სამსახურს. თიკა ნახე, მე ეგრევე რომ მოვდივარ თუ რამე არ მომწონს, იმიტომ ვეძებ სულ სამსახურს. თიკა ნახე, შენ ასაკში აბა როგორ უნდა იყოს? ნახე, ახალგაზრდა ადამიანმა თუ ბევრი რაღაც არსცა და სამუშაო იქნება, სამუშაო გამოცდილება იქნება, სხვადასხვა დამსაქმებელი თუ ასე შემდეგ, მოიცა და I'm sorry, but აბა რა უნდა აქნა 19 წლის ასაკში იშვიათად რომ ადამიანმა ნახოს თავისი dream job, იშვიათად რომ თავისი მოწოდება ნახოს, კი, შეიძლება არ იყოს ის შენი მოწოდება, არ იყოს შენი dream job და შენი ოცნების სამსახური, მაგრამ გამოცდილებისთვის, პრაქტიკისთვის დათანხმდე, ეგეც ვერი ოკეია ხალხო, ეგეც ნორმალურია. კიდე გნახავ, ქეთი, შენც ასევე ძალიან დიდი მადლობა. ეგეც ძალიან ნორმალურია. ოღონდ ხალხო, თუ დიდი ხანი ჩერდებით ისეთ სამსახურში, რომელიც არ გიყვართ, თუ დიდი ხანი ჩერდებით ისეთ ურთიერთობაში, რომელიც დადებით ვაიბებს კი არა უკვე ემოციურ არასტაბილურობას და ემოციურ strugglings განიჭებთ, აი მანდ უკვე ძალიან უნდა დაფიქრდეთ. აი მანდ უკვე ნახეთ, პრობლემა მაგ შემთხვევაში არის ხოლმე ის, რომ რატომ ჩერდები მე ამდენი ხანი ესეთ სამსახურში? რატომ ჩერდები მე ამდენი ხანი ასეთ ურთიერთობაში? ანუ თავარი პრობლემა არის ხოლმე ეგ. რა თქმა უნდა, ხალხო მეუჭერ მხარს და უკვე ძალიან ცოტა დროს რჩება, ვამესიჯებთ. მეგობრებო, ჩემი აზრით ვინები გავარდებიან და სიმართლე რომ გითხრათ და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი აზრით გავარდება ანა. იმიტომ რომ პირველ რიგში, იმიტომ რომ ანასთან არაფერი საწინააღმდეგო, თუმცა ანას ჰაუსში არ უნდა და ანას უნდა გარეთ დატოვება უნდა, არც უნდა უკვე დარჩენა. ანა და დათო მგონია, ან ანა და ლელო არ ვიცი. ალბათ ლელოს მაინც დაეხმარება დიასა, მე მაგის დიდი იმედი მაქვს. შეკაი ადამიანო 14 თებერვალი მოდის და შენ შეყვარებულს როგორ არ უნდა დაეხმარო და როგორ უნდა გადაიყვანო ფინალში. დიასასთან მაქვს ეს შეკითხვა. დათო ჯავახა და მუზები დარჩებიან. ქეთი, ანუ ლელო გგონია რომ არ დარჩება, ლელოზე მეტად გგონია რომ დარჩება. შეიძლება სულ ისე საუბრობ, რომ რაზეც შეიძლება ავნერვიულობდე, ვიკიდებ მერე. თიკა, ეგ არის ჩემი სუპერ ძალა ადამიანების სხვადასხვა ჩემი მეგობრები ხშირად ამბობენ მაგას, რომ ვიცი ხოლმე რაღაცების გალაითება, ოღონდ გაუფასურება არა. ნახე, გალაითება არ ნიშნავს გაუფასურებას და მე ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ რაღაცა საკითხები გახდეს ჩემთვის უფრო დაძლევადი, ჯერ ვალაითებ ხოლმე, ვამსუბუქებ, ესე ვთქვათ, ქართულად რომ ვიმეწყალოთ, მე ის საკითხები ხდება ხოლმე ჩემთვის უფრო ადვილად მორევადი, ადვილად დაძლევადი, ბექა გამარჯობა. ადვილად დაძლევადი და ამ გზით მე უფრო მეტად ვმკლავდები ხოლმე გინდაც პრობლემებს, გინდაც ცხოვრებისეულ რაღაც სირთულეებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვერიოს გაუფასურებაში. ხალხო, რაღაცას რო ალაითებ, არ ნიშნავს, რომ უნდა გაუფასურო. ბექა, ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო პოზიტიურ და წარმატებულ დღეს გისურვებ. ჩვენც ასევე.
Dark Flow დიდი მადლობა. ვაიმე, ესე იგი, ქრისტიანული ჯვარი აქვს სიმბოლოზე ლიკინეფო. მე საყვარელო როცა მინდა, სადაც მინდა, რაზეც მინდა, იმაზე ვტლიკინებ, ზოგადად ესეთი ცხოვრების წესი მაქვს. შემატყობდი ხო? აი, ქეთი გაგაცნობ აუცილებლად ვეტყვი. ეს ტლიკინი რანაირი მიმართვა? იმიტომ რომ თვითონ არის ეგეთი Dark Flow ნახე, ამას იმიტომ წერს, რომ აქვს რაღაცა ფარული, მოგუდული აგრესია. აუცილებლად მაგას ხმას არ აღებინებენ და სხვათა შორის მე რას შევატყვე, ადამიანებს ძალიან უჭირთ რეალურად რაც აწუხებთ იმაზე საუბარი. ქეთი, მარის ვთხარი რომ დამაფოლოვოსო. მარი საყვარელო, ისა უბრალოდ ქეთი საყვარელო, მარის აქ ძალიან ცოტა ხანი ტელეფონი და მეც რო ვწერ ხოლმე და ვურეკავ ძალიან ცოტა ხანი როცა აქ ტელეფონი, მეც იშვიათად პასუხობს, იმიტომ რომ ცოტა ხანი აქვს ხოლმე ტელეფონი ძალიან დღის განმავლობაში. შეიძლება იყოს ეს 45 წუთი, 1 საათი მაქსიმუმ და სანამ თავის ოჯახის წევრების დაახლოებით როცა მისწრება, მაშინ ვიღებ ხმასო. მაშინ სხვისი რატო გიკვირს? მაშინ ჩემი რატო გაგიკვირდა ესე ძალიან? მე ზუსტად ეგრე როცა მისწრება, სადაც მისწრება, იმას ვლაპარაკობ და შენ რომ მიწერი რატომო? რა ვიცი, აი ესია ეს ცხოვრება ჩემო კარგო. ეს წივ გაფოლოვებ აუცილებლად. Dark Flow დიდი მადლობა. Dark Flow რაღაცა მაინც არ აქვს. არა, მაინც არ აქვს ქეთი. სტუმრის სტატუსად ვინც არის, იმასაც ზუსტად იგივე წესები აქვს, ანუ 24 საათის განმავლობაში არიან კამერებში, ქარიან და ტელეფონი აქვს ძალიან ცოტა. გვანცა გული მანახე ხალხნო მაგას უწევდი ხოლმე ლორენცოს და ის მეუბნებოდა ხოლმე stay cold. ვაიმე. ნინიკა მიყვარხარ ძალიან, მეც მიყვარხარ ძირფასა ხო და ეგეთი ამბები ხალხნო, ანუ ელენე, ჰაი, როგორ ხარ? მადლობა, კარგად ძვირფასა. მოკლედ დღეს არის ჩინური ახალი წელი. მეგობრებო, ერთი ცალკე ლაივი, ჰაი, როგორ ხარ? მიყვარხარ ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, ცალკე თიკა შენ გახსოვს ჩვენ რომ საუბრობდით, ჩემ მოდერატორს ვეუბნები ახლა. ჩვენ რომ საუბრობდით, ანუ არ ვიცი, შეიძლება დაგეხმაროთ ვინმეს რამეში, შეიძლება არ დაგეხმაროთ. მაგაზე ლორენცომ როგორ განახო ხელი ჩაიყო გულთან და ცნობილი ფრაზები გამოიყენა. Stay cold-ები, ხო? ვაიმე, არა, კი არა, არა, კი არა. ვაიმე, რაღაცას ვამბობდი ხალხო, მე კომენტარში წავიკითხავ ხოლმე. რა მახსოვს თქვიო, ვაიმე. მეც აღარ მახსოვს. ბარიო. მადლობა ქეთი საყვარელო. ხო და რას ვამბობდი ხალხო, ეხლა მოწევდა წავიდე მე, იმიტომ რომ ხალხო, პარასკევი ყოფილა შოკი მაგ. შოკი. პარასკევი და მე კიდე ვარ საქმეებში წარმოდგენილი ხალხო, ვაიმე. ვერ მოვაწარე თითქმის ვერაფერი ხალხო. ჩვენ რომ ვილაპარაკეთ, ჩვენ რომ ვილაპარაკეთ, გახსოვს შენ რომ მეუბნებოდი იმაზე? ნახეთ ხალხო, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ ეს არის ძალიან დიდი თემა და სხვათა შორის ძალიან საინტერესო თემა. თუ გინდათ თქვენი თავის შეცნობა, ამაზე კარგს ვერაფერს ვერ გააკეთებთ. მაგალითად, რისი ინტერესი გაქვთ ძალიან. მაგალითად, ჩვენ მქონდა ერთხელ ისეთი საუბარი, რომ ძალიან მაინტერესებსო, ვინ ვიყავიო წინა ცხოვრებაშიო. გახსოვს თიკა?
ელენე ვაიმე უსაყვარლესი ხარ ყველა ლაივს რა გაყურებინებს ხალხო ხო და მაინტერესებსო წინა ცხოვრებაში ვინ ვიყავიო ნახეთ ამ ადამიანს აქვს ძალიან ისე თქვათ დიდი ინტერესი და ამ თემის ირგვლივ უყურებს რაღაცა ტიპის ვიდეოებს, ინფორმაციას, შეება კითხულობს კიდეც და ასე შემდეგ და ჩვენ როგორც ალბათ არ ვიცი შეგხვედრიათ თუ არა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს რეგრესიულ ჰიპნოზს და ასე შემდეგ, სხვადასხვა ტექნიკებებს და რაღაცა ადამიანები თითქოს იხსენებენ, ვინ იყვნენ წინა ცხოვრებაში და ასე შემდეგ, ხალხო ეხლა ესეთი რაღაცა მაინტერესებს. თიკას გასაგონად ვამბობ, ნახეთ, წინა ცხოვრებაში იყავი რაღაცა X პერსონა დაუშვათ. ხო? და ეხლა რა ხდება ამ რეალობაში? რაში იყენებ ამ ინფორმაციას და რა გგონია, რომ ეს შენს ახლანდელ რეალობაში რასთან იკვეთება? რაში დაგეხმარება ან რაში წაგადგება? კი, მარიამ ციმინტიას ვიცნობ კარგად უსაყვარლესი გოგო სხვათა შორის. ნახე, შენ რაში გეხმარება? პირველი არის ის, რომ რისი გაგება გინდა შენ თავზე. ნახე, სანამ წარსულს წინა ცხოვრებაში ვინ ვიყავი მაგის გაგება მინდა, მანამდე ხო ამ რეალობაში მაგ ინფორმაციას რასთან დააკავშირებ და რისთვის გინდა? ეგ უნდა იცოდე პირველი რიგში ხალხო. აი ეგ მაგას დაუკვირდით, ანუ მანდ დაინახავთ, რომ თქვენ სად გაქვთ ესე ვთქვათ, ყველაზე მეტი ქაოსი და სად გჭირდებათ თვით გამორკვევა. სული თავისუფლდება მაგ ჰიპნოზის მერე თიკა. სული ისედაც თავისუფალია, ჩემო კარგო. რატო გგონია, რომ სული არ არის თავისუფალი? ნახე, უკვე არის, ნახე, სული მაგ ჰიპნოზის მერე თავისუფლდებაო. ხალხო, სული ისედაც თავისუფალია. ანუ რატო გგონია, რომ მაგ ჰიპნოზის მერე თავისუფლდება მაინც და მაინც სული? რატომ არ გგონია, რომ ისედაც თავისუფალი ხარ? ანუ რაღაცა აი ქეთია ბა კარგად. მოგიკითხავ აუცილებლად. რატომ გგონია, რომ რაღაცაში არ ხარ თავისუფალი? რატომ გგონია და რაღაც ტიპის შეზღუდვები გაქვს დაწესებული შენი თავისთვის, რაღაცა ტიპის საზღვრები გაქვს დაწესებული შენი თავისთვის, რომელიც ალბათ შენ სულს საერთოდ არაფერში არ ჭირდება, არც ფიზიკურობას, არც სულს. იქნება გენეტიკური მეხსიერება, რა ვიცი, მაშინ გვემახსოვრებოდა ყველას. საჭირო რომ ყოფილიყო ხალხო, ხო გვემახსოვრებოდა. არ ვიმოძღვრები ხალხო, just საუბრობ, ანუ ეს არის just უბრალოდ საუბარი, არავის არ უმოძღვრა, უბრალოდ ნახეთ, მაგას ვამბობდი, რომ მოძღვრება არის, რომ ვიღაცას ასწავლი, როგორ იცხოვროს და რა აკეთოს და მე მაგისგან ძალიან შორს ვარ. რაც მინდა და არანაირი საზღვარი არ მაქვს, სულ იმას ვაკეთებ, რაც მინდა და ასე შემდეგ. ნახე, ამ შემთხვევაში, მაშინ სული თავისუფლდებაო ჰიპნოზით, ანუ საიდან წამოვიდა შენი ეს რწმუნებულება და რატო არ ფიქრობ, რომ სული ჰიპნოზის გარეშეც თავისუფალი? ანუ გგონია, რომ რაღაცა წარსული გამოწდება, რაღაცა ბოჭავს. ან ის წარსულში ვიღაცა ვიყავ, მაგალითად, წარსულში ვიყავი მონადირე სიტყვაზე. ვნადირობდი და მომქონდა. ანუ მე ეხლა რომ ვთვლი რომ ცხოველები მიყვარს და არანაირი ნადირობის სურვილი არ მაქვს სოვოთ, ანუ წინააღმდეგობაში მოვალ შემთავთან მერე არ მაქვს და სულ იმას ვაკეთებ, ანუ ძალიან მაგარია თუ ნახე, თუ ესეა ძალიან მაგარი, მაგრამ ნახე მაგისი საპირწონე არის, რომ რატო თვლი რომ სული თავისუფლდება. სული სადაც თავისუფალიაო, რო იცი, ჩვენ სულიერები ვართ, ახლა სულიერი არსებები ვართ და რა ვიცი, ცოცხალი სულიერი არსები, სულიერი.
ქალის სული ცხოვრობს ან კაცო სულს ხომ სქესი არ აქვს დარქფლო კი ბატონო ნახე მან დროც არის გენდერული და სქესობრივი დიზორდერ გაურკვევლობა ხო და კონკრეტული იდენტიფიცირება ვერ ხდება კონკრეტულად ჩანს მე ამბობენ რომ აი სული ესეთი და სული არის რელიგიისგან, სქესობრივი იდენტიფიკაციისგან, რასობრივი და ასევე ნაციონალური, ანუ არც ეროვნება არა, მაგალითად ქართული სული, ხო? ქართული სული ნიშნავს, რომ შენ ქართულ გარემოში ცხოვრობ, ქართული წესჩვეულებები ისწავლე, ქართული ფოლკლორი, სიმღერები, ტრადიციები, არქიტექტურა, ასე შემდეგ და ასე გაქვს ქართული სული, თორე შეიძლება წინა ცხოვრებაში შენი წინაპრები საერთოდ 10, 20, 50 თაობის იქით ქართველები არც იყვნენ. სტოლს კარა უკვე იძახიან, რომ ადამიანებსაც არ აქვთ სქესი. ნუ ადამიანებს სქესი აქვთ. სხვათა შორის ცხოველებს და მცენარეებსაც აქვთ. ნუ ხა ეგ არის ბუნება ესეთი, რომ ორი სქესი ვართ ხოლმე წარმოდგენილი. ხა მაგის უარყოფა არ გამოდის უბრალოდ. ხა შენ როგორ აიდენტიფიცირებ შენ თავს, მაგაზია საუბარი. ხო, მაგალითად ხა მე რაღაცის გაკეთება რომ მინდა მაგალითად რაღაცა პროექტი მინდა გავაკეთო და რაღაცა მინდა ხოლმე გავაკეთო. იქ არ ვფიქრობ, რომ მე რო ქალი ვარ, ეს მე შემეფერება, მე რო ქალი ვარ, ეს ჩემთვის შეიძლება, მე რო ქალი ვარ, ეხლა ეს ჩემთვის დასაშვებია, საერთოდ არ ვფიქრობ მაგას. ანუ რაღაცა სურვილი რომ მოდის ჩემ თავში, ხო, იქ ქალი ვარ, კაცი ვარ, საერთოდ წინაპლანზე არ არის არანაირად. ნინო გიორგაძე ძალიან დიდი მადლობა ვარდისთვის. ნანიკო თქვი უკვე მაგას ეხლა მეგობრებო ჩემი ტელეფონი ჯდება, გაითიშება და უკვე და რაღაცა